რასაც მოვყვები სიმართლეს. 95 წელია ჩემო პაატა. წაველით ოლიმპიურ აკლიმატიზაციაზე ატლანტაში. ოლიმპიური ნაკრები. ეს ნიშნავს რას, რომ დავკოკრე. გავიაროთ აკლიმატიზაცია ამერიკაში, მაინც რო ჩადიხარ, ეხლაც აი რო ვიყავით ჩასულები მაგალითად 1 2 3 4 დღე გჭირდება. ხო. ხო, ნუ მიეჩვიო იქ ჰავას, მიეჩვიო ის ძილს, მაინც 12 თუ 10 საათია განსხვავება და ეს აკლიმატიზაცია არის რა. ოლიმპიადა ხო ყველა დიდი დღესასწაულია სპორტში, ყველა დიდი შეჯიბრია და როცა ხვიდეთ 1 წლით ადრე მიდიხარ რო შეჩვეული იყო რა, 1 წლის შემდეგ რო თან გაიგო იქ რა ხდება, ეს არ მაშინ იყო უფროსი მწვრთნელი და დელეგაციის ხელმძღვანელები იყვნენ აცგასვენებული, ვინც იუდო შემოიტანა დიმიტრიჩი, მაზიაშვილი და მარტყოფლიშვილი. მამაძალი კაცო, ეს კი ბატონო. ძალიან მაგარი და ჩაველით ჩავფრინდით ატლანტაში და როგორც ყოველთვის რა ბიჭები რო გავიდე 1 2 დღე გაველით რა მაღაზიებში რა პაატა რა. როგორც არის. როგორც 95 წელია მაშინ სად ვიყავ თან ამერიკაში თათა. აქ სულ ყველაფერი დაკეტილი და დამწვარი. გაველი და ხო რაღაცა ვიყიდე ჩასაცმელები, თან მაშინ ლევისები ხო ძალიან მოდაში იყო. ინსპექტორები დაორბივარ ზოგმა 200, ზოგმა $300. რაღაცებს ვყიდულობ და მოველით სასტუმროში. ხო. სასტუმროში მოვედი და რა იყიდეს მამაძალი ეს აკეთებდა ხოლმე ღმერთმა აწყონოს ათერში გაოფოს მაგის ხელში ვარ კაზდილი ხო და ეს ვიყიდეთ ზოგმა რაცა მომკაცო მაგოტუნა ფული მიეცით და ადრე აბრეშუმი შარვალ კოსტუმი რო იყო ხოლმე მოდაში კი ბატონო ხო და ეგეთ შარვალ კოსტუმს გვაჩვენებთ მამაძალი $5 მივეცით მე და არსენი ჭმა თავის ტუფლებით რაცა რო უთხარი დიმიტრი $5 როგორ იყიდეთ გაზო მაღაზიაში ვიყავი და შარვალ კოსტუმები კი არა შარვალი ყიდა ყველა ცოტა $50 მეთქი და არა გჯერათ კაცო $5 მივეცით მე და არსენი ჭმა თან ესი აკეთებს ხელებს და მეორე დღეს მივდივართ ტაისონის ჩხუბია და უნდა გვაყურებინო დიდ ეკრანზე აჰა და როგორც ყოველთვის მასწავლებლები ტრენერები მასწავლებლები ხო დილით გაყენებენ ახლა 35 კაცი ვართ რომ თან გვითხრან იქ სტრიპტიზ ბარია რაღაცებს გვიხსნია იქ ხელი არ დაადოთ ეს არ დაადოთ აბა თეშარვალ კოსტუმი ჩაიცვეს აი ტყუილს 1% არ არის ჩაიცვეს ეს შარვალ კოსტუმი და ჩემი თვითონ მეცინება წინა ჩაიცვეს შარვალ კოსტუმი და გვაყენეს გველაპარაკები არ ესეთ რაღაცებს და უკან არის შადრევანი ხო შადრევანი რა ხო და წაველით რა ეს ბიჭები ხო აქეთა უდგევართ ყველა და რო შეტრიალდნენ რო უკან არაფერი აღარ აწვიათ რუსიკები მოუწათ ის ყოფილა თურმე ყოფილა მიცვალებულების შარვალ კოსტუმი წყალი რო ხდება და როდნება დიმიტრი ჩესრა დაგებარდა სულ რო უთხრა და რაცა მომგაზო და რო გავიარეთ სასახლეები ახლა იქეთ მაღაზიაში მაგარია დატოვეს კაცი ტრუსიკში იმის შემდეგ სულ ესე მოყურებდნენ მაღაზიას ძალიან მაგარი ისტორია მშვენიერი გადასარევი